ძალადობრივად იმართება ქვეყანა. საპოლიციო ხელი შეეხო ყველას. ვარდისფერი სათვალით არ უნდა უყურონ, რომ რამე თავისით გამოსწორდება. ოჯახის წევრებისთვის რამე თქვა არ ვიცოდი. ჩვენ გვყავს ასობით ნაცემი, ნაწამები ადამიანი. სასამართლოს ერთი კითხვა არ გასჩენია. წამება ხდება ინსტიტუციური მეხსიერების ნაწილი. აღარ ეხება მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. პოლიციელების მსხვერპლად შეწირვა იმისთვის, რომ გადაიჩინონ ძალაუფლება, არ ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში რეალურად დამნაშავეების დასჯა. კამერაზე აღიბეჭდა თორე. ბოროტი ადამიანების, კეთილი ადამიანების ჩანაცვლება არ გვეყოფა. სასამართლო რეფორმა არის პირველი, რაც არის გასაკეთებელი. რომელიც ჩვენ არ გვაქვს, არც გქონია. პოლიციელები სასამართლო დარბაზებში იზეპირებენ იმოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის დეცენტრალიზება მოხდეს. ამაზე ცუც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, რაც ეხლა არის. ძალოვანი სტრუქტურების თავგასულობა და მათი მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როგორც წესი, ავტოკრატიული რეჟიმების ბუნებაა. ეს არ არის რაღაც იშვიათი ცალკეული გადაცდომის შემთხვევები, ეს არის მსგავსი რეჟიმების სისტემური მახასიათებელი. როდესაც ძალაუფლება ეფუძნება არა საზოგადოების ნდობას, არამედ აი ასეთი სისტემების საზოგადოებაში კულტივირებულ შიშსა და ძალადობას, ასეთი ძალადობრივი სისტემა ხდება ამ ტიპის რეჟიმების საყრდენი. მართველი ძალის მიერ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად ნაცვლად საზოგადოების და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებისა სახელმწიფო ინსტიტუტებს მთლიანად უკარგავს თავის დანიშნულებას. დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში, როდესაც კანონის უზენაესობა უნდა იყოს მთავრობის, თავგასულობის მთავარი შემაკავებელი ბერკეტი, სრულიად კარგავს არსს და მართლმსაჯულების სისტემა ხდება პოლიტიკური ანგარიშწორების და ტოტალური კონტროლის ერთადერთი ინსტრუმენტი. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ძალადობის შემთხვევები, როდესაც ნორმა ხდება, ასეთ სისტემებს ხელისუფლება იყენებს საკუთარი მოწინააღმდეგების გასანეიტრალებლად, ნაცვლად საზოგადოების და მოქალაქეების ინტერესების დაცვის. სწორედ ეს ყველაფერი შობს დაუსჯელობის სინდრომს ამ ტიპის სისტემებში და ჩვენ ამის გამოვლინებას ვხედავთ ქუჩებში, იმ ძალადობის სახით, რასაც ახდენს ძალოვანი სტრუქტურები, ადამიანების წამების, ცემის, უკანონო დაპატიმრებების სახით. ასეთი ბოროტების მანქანა სამწუხაროდ მხოლოდ რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე არ ჩერდება და გორის მაგალითი არის ის მკაფიო გამოვლინება, როდესაც მსგავსი ბოროტების მანქანის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ჩვეულებრივ უბრალო მოქალაქეც. ჩვენ ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სასტიკი ძალადობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და ამან აჩვენა თუ რას ნიშნავს უკონტროლო ძალაუფლება სისტემაში და კანონის უზენაესობის რღვევა. როდესაც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ არსებობს სერიოზული ნდობის დეფიციტი და ხელისუფლების მიმართ ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნები იზრდება, ასეთ დროს ხელისუფლებას უწევს ხოლმე უკანდახევა და ჩვენ ვიხილეთ სწორედ დასჯილი პოლიციელები. ეს იყო მათი მხრიდან ტაქტიკური უკანდახევა, თუმცა ეს რა თქმა უნდა სისტემურად პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ცალკეული პოლიციელი არ არის ძალაუფლების წყარო. ძალაუფლების წყარო არის სისტემა და სისტემის გადატვირთვა რომ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რეჟიმი და სწორედ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ აი ამ სისტემის ძირეულ რეფორმირებას და მის გადატვირთვას. მათ უწევთ საკუთარი პოლიციელების მსხვერპლად შეწირვა იმისთვის, რომ გადაიჩინონ ძალაუფლება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც იწვევს სისტემაში სერიოზულ რღვევას და ეს არის დამსახურება იმ დაუღალავი ბრძოლის, რასაც ჩვენ 500 დღეზე მეტია ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ვხედავთ, მიუხედავად არსებული რეპრესიებისა. სისტემურ დანაშაულთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც კონკრეტული დანაშაულებები არ ატარებს ერთჯერად ხასიათს, არ არის ცალკეული გამოვლინება კონკრეტული მოხელის და თვითნებობა. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია განვიხილოთ ის კრიტერიუმები, რომელიც სისტემურობას შეიძლება იწვევდეს, ორგანიზებულობა, მათ შორის სახელმწიფოს უშუალოდ ჩართულობა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება და თანამშრომლობა, მიზანმიმართული და სეგმენტირებული, ასე
ვთქვათ, ჯგუფი თუ ვის მიემართება ეს კონკრეტული მოქმედებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ოპონენტები, ეს შეიძლება იყვნენ აქტივისტები, ან უბრალოდ მოქალაქეები, რომელზეც უნდა სახელმწიფოს რომ ძალაუფლება განახორციელოს და ის სუსტ მდგომარეობაში ამყოფოს, ხომ? ან გამოიწვიოს მათი ჩაგვრა, რომ ამისთვის გაიძლიეროს თავისი პოზიცია და მდგომარეობა. მასშტაბს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მასშტაბს, განმეორებითობას და დაუსჯელობას, იმიტომ რომ დაუსჯელობა არის სწორედ ის, რაც ახალისებს ძალადობას და საზოგადოებაში ქმნის შიშს. სისტემური დანაშაულები ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, როდესაც პოლიტიკური ძალა, ასე ვთქვათ, ორიენტირებული არა ადამიანზე და ადამიანის უფლებებზე, არამედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე. და სწორედ ეს იწვევს უკვე სისტემურ დანაშაულს. ავტოკრატიულ რეჟიმებს ახასიათებთ ეს სისტემური დანაშაული იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ფაქტობრივად უკვე პოლიტიკური ძალა გადასულია იმ რეჟიმში, როდესაც ის ხალხს კი არ ემსახურება და ადამიანის უფლებებზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული და ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის დემონსტრირებით, ხალხზე ზემოქმედებით და საზოგადოების დაშინებით. სწორედ ეს ხდება ახლა უკვე დღეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეალობაში, თუმცა ეს არ არის მიმართული მხოლოდ ერთი სეგმენტის, მაგალითად აქტივისტების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ახლა ჩანს კონცენტრირებულად, თუმცა ახლა არ დაწყებულა და 2024 წლის შემდგომ არ დაწყებულა. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც 2014 წელს თათუხაშვილის შემთხვევა, როდესაც ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს საკმაოდ ბუნდოვან მდგომარეობაში და მაშინაც საუბარი იყო სამართალდამცველების მხრიდან მასზე ძალადობაზე და ძალადობით კონკრეტული ჩვენების მიღების მცდელობაზე. 2016 წელს შეგვიძლია გავიხსენოთ სტურუას შემთხვევა, საქმე, როდესაც ადამიანი თვითკვლელობამდე მივიდა და დატოვებულ წერილში, რომელიც დედას დაუტოვა, პირდაპირ აღწერს თუ რა ძალადობის მსხვერპლი იყო ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ახლა გაცილებით კონცენტრირებულია ეს ყველაფერი და გაცილებით მასობრივია იმ მასშტაბზე, როდესაც საუბრობდი, ჩვენ გვყავს ასობით ნაცემი, ნაწამები ადამიანი და სისტემურ დანაშაულს, ასე ვთქვათ, ვიღებთ უკვე ისეთს, რომელიც გადასულია წამებასა და არა ადამიანურ მოპყრობაში. ბოლო პერიოდში, როდესაც საზოგადოებამ ხმა ამოიღო, სისტემა იძულებული გახდა დაეწყო მისი წარმომადგენლების, მისი მესვეურების დასჯა, საჩვენებელი დასჯა, იმიტომ რომ ერთეული ინდივიდუალური დაკავებებით, რომელიც მალევე გათავისუფლებით სრულდება და უბრალოდ საჩვენებელ მიზანს ატარებს, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ვერ შეიცვლება. როდესაც ძალადობის სისტემურობაზე საუბრობენ, როგორც წესი გულისხმობენ იმას, რომ უკიდურესი ჩაგვრა და აგრესია იქცა ყოველდღიურობა და ჩვევაში გადაუვიდა სახელმწიფო აპარატს, უმეტესად ეს ეხება ხოლმე ძალოვან სტრუქტურებს. არა და სახელმწიფო ზოგადად ძალადობაზე და იძულებაზე დგას და ამაში ერთი მხრივ უცნაური არაფერია. იმიტომ რომ ეს არის სწორედ სახელმწიფოს არსი. თუმცა ავტორიტარულ რეჟიმში ცხადია ეს ძალადობა აღწევს უფრო უხეშ ფორმას, აგრესიაში გადადის და ასეთ დროს ადამიანები ხშირად გულუბრყვილოდ იჯერებენ, რომ თუ კი უფრო კეთილი ადამიანების ხელში ჩავარდება ხელისუფლება, რაიმე შეიცვლება. არა და სისტემურ ძალადობას სწორედ იმიტომ ქვია, რომ ის სისტემიდან გამომდინარეობს და არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კეთილები ან ბოროტები არიან ადამიანები, რომლებიც მას ახორციელებენ. მე-20 საუკუნის ცნობილი ექსპერიმენტი ფილიპ ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი არ შეიძლება არ გავიხსენოთ, როცა ძალადობაზე საუბრობთ. ჩვეულებრივი ფსიქიკის ჯანმრთელი, განათლებული ადამიანები მეცნიერმა შეკრიბა, მათ ნაწილს მიანიჭა ციხის ზედამხედველის როლი, ნაწილს კი პატიმრის. და სულ რამდენიმე დღეში ამ ადამიანებს შორის ძალადობამ, ზედამხედველების მხრიდან პატიმრებზე განხორციელებულმა ძალადობამ მიაღწია ისეთ პიკს, რომ ექსპერიმენტი შეწყვიტეს. რატომ მოხდა ეს? სწორედ იმიტომ, რომ საჭირო არ არის განსაკუთრებულად ბოროტი ადამიანების ერთობლიობა შეიკრიბოს იმისთვის, რომ ძალადობრივი სისტემა შეიქმნას. პირიქით, ცუდი გარემო და ძალადობრივი სისტემა ყველაზე კეთილშობილ ადამიანებსაც კი აფუჭებს და აქცევს მათ მოძალადეებად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მათი დეჰუმანიზაცია. აი გაიხსენეთ მაგალითად ტროლები, რომლებსაც არ აქვს საკუთარი სახელი და გვარი და ყალბ აკაუნტებს არიან ამოფარებული, ისინი ყოველთვის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. გაიხსენეთ პოლიციელები, რომლებსაც სათვალე, ჩაფხუტი, ფარი უკეთიათ და ნომერიც არ აქვთ, ანუ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება. ისინი ყოველთვის მაქსიმალურად აძლევენ საკუთარ თავს
ძალადობის უფლებას და მაქსიმალურად ვლინდება ამ ადამიანებში მათი ძალადობრივი პოტენციალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის დისტანცია, რომელიც არსებობს პოლიტიკის შემქმნელსა და მის აღმსრულებელს შორის. რაც უფრო დიდია ეს დისტანცია, რაც უფრო ბევრი ადამიანია ჩართული ძალადობრივ პროცესში, მით უფრო ნაკლებია თითოეულის პასუხისმგებლობა და ისინი რაღაცნაირად არც კი თვლიან თავს თანამონაწილე დიდი დანაშაულისა. მაგალითად, ერთი პოლიციელი აკავებს მოქალაქეს, მეორეს გადაყავს პოლიციაში, მესამე დაკითხავს, მეოთხე გაასამართლებს და თითოეული თვლის, რომ მისი წვლილი ძალიან მცირეა, განსაკუთრებული დანაშაული არ ჩაუდენია, სადღაც ზემოთ არის პასუხისმგებელი პირი, ის უბრალოდ ასრულებს იმას, რაც ან კანონში წერია, ან რაც დაავალეს. და არც განსაკუთრებული ემპათიის გრძნობა ან დანაშაულის შეგრძნება მას არ უვითარდება. გირჩი, როდესაც საუბრობთ ცვლილებების საჭიროებაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ბოროტი ადამიანების, კეთილი ადამიანების ჩანაცვლება არ გვეყოფა და აუცილებელია სისტემის შეცვლა. სისტემის მთლიანად თავი დაშლა და თავიდან აწყობა, რომელიც არ გადააქცევს კეთილშობილ ადამიანებს ბოროტებად და სისტემის მსახურებად. გორში პოლიციელების მიერ სასტიკმა და ჯგუფურმა ძალადობამ მოქალაქეზე კიდევ ერთხელ გაგვახსენა ის ყოველდღიური სისტემური ძალადობის შემთხვევები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა ჩვენს ცხოვრებაში. აპუნა ლოცულაშვილის გამეტება არ არის არც პირველი და სავარაუდოდ არც ბოლო შემთხვევა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საბას ხვიტარიძის საქმე, რომელიც სასტიკად აწამეს პოლიციის განყოფილებაში. შეგვიძლია გავიხსენოთ 15 წლის მოზარდის ლუკას სირაძის საქმე, ტრაგედია, რომელიც სწორედ პოლიციელის ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობით დასრულდა. შეგვიძლია გავიხსენოთ თორნიკე მარგიანი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში სკამზე დააბეს და მოწყალოდ სცემეს. მსგავსი ისტორიები ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გვაქვს. დღეს აქციებზე დაჭერილი ადამიანები, მოქალაქეები, აქტივისტები, სტუდენტები, ჟურნალისტები ყვებიან იგივე ისტორიებს: ცემა, მუქარა, შეურაცხყოფა, დამცირება. ეს არის სწორედ სისტემური ძალადობა და როცა ეს სია გრძელია, აღარ არის ეს უკვე ცალკეული პოლიციელის მიერ გადაცდომა. ეს არის სისტემური ძალადობა. სისტემური ძალადობა, რომელსაც კვებავს რეჟიმი, კვებავს ხელისუფლება თავისი წახალისებით და დაუსჯელობის სინდრომით. რითი იკვებება მოძალადე საპოლიციო სისტემა? პოლიციელმა როცა იცის, რომ თუ იგი პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს დაამცირებს, თუ განსხვავებული აზრის მქონე აქტივისტს შეურაცხყოფს, თუ განსხვავებული აზრის მქონე კრიტიკულ ჟურნალისტს ცემს და ამის გამო წახალისდება, ეს არის სისტემური ძალადობის ნათელი მაგალითი. სისტემა, რომელიც მოქალაქეს უნდა იცავდეს, თავად იქცა საფრთხედ მოქალაქისთვის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დაუსჯელობის სინდრომის გამეფება, როცა დღეს პოლიციელები არათუ წახალისებულები არიან, ისინი პირდაპირ პროპორციულად წინაურდებიან რამდენად უფრო მოძალადე სისტემას წარმოადგენენ. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ბევრი ფორმატი განვიხილოთ, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას სისტემური ძალადობა საპოლიციო სისტემაში. შეგვიძლია ვისაუბროთ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც გამეფებულია დღეს. შეგვიძლია ვისაუბროთ დეპოლიტიზირებულ პოლიციაზე, შეგვიძლია ვისაუბროთ ძირეულ რეფორმაზე, მაგრამ არაფერი გამოვა, არც ერთი პუნქტი არ შესრულდება, თუ არ მოხდა რეჟიმის ძირეული ცვლილება. არაფერი გამოვა, რადგან სწორედ ეს რეჟიმი კვებავს დღეს ძალადობრივ საპოლიციო რეჟიმს. თავარი არის ერთი რამ, რომ დღეს საპოლიციო სისტემა უკვე აღარ ეხება მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, აღარ ეხება მხოლოდ კრიტიკულ ჟურნალისტებს. იგი ეხება ჩვეულებრივ აპოლიტიკურ მოქალაქეებს, რისი მაგალითიც ჩვენ ვნახეთ გორში. საპოლიციო ხელი შეეხო ყველას. ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენს გარშემო მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თითქოს გვერდიდან უყურებენ დღეს პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ საკუთარ თავზე იგრძნეს რეჟიმის ზაკვარი ხელი. ეს არის მთავარი ღერძი, რაზეც დგას დღეს ძალადობრივი საპოლიციო სისტემა. წამების საკრძალვა არის იგივე ადამიანის ღირსების უფლება, ფუნდამენტური უფლება. ზოგიერთ კონსტიტუციაში წერია ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და ეს ნიშნავს, რომ ადამიანის წამება არ შეიძლება და ზოგიერთ კონსტიტუციაში ევროპის ქვეყნებს გულისხმობ წერია პირდაპირ რომ წამება აკრძალულია. ჩვენთანაც ღირსებაც წერია და წამებაც და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს ამას საფუძველი აქვს ქრისტიანულ იდეოლოგიაში, ადამიანი ღვთისხატად არის შექმნილი და არ შეიძლება მისი ღირსების დაკნინება, იმითი რომ ობიექტად აქციოდა რაღაც ძალადობის დასჯის ობიექტად გამოიყენო, ხო? ამიტომ ეს არის საზარელი დანაშაული. ამას მიმართ ხელისუფლებას აქვს ტოლერანტული დამოკიდებულება
მაგ შემთხვევაში ეს დანაშაული ხდება სისტემური უკვე და იქნება სერიოზული პრობლემა, სადაც პოლიციას, პროკურატურას თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებს უკვე ვეღარ ზღუდავ მხოლოდ პოლიტიკური საქმეები. შეიძლება პოლიტიკურ საქმეებში მისცე დაუსჯელობის სინდრომი პოლიციას, რომ ამ საქმეებში შეგიძლია ძალადობა გამოიყენო. მაგრამ ეს გავრცელდება ავტომატურად მერე ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც, რაც გორში ვნახეთ, იმიტომ რომ ამას ზღვარი აღარ აქვს უკვე ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი უკვე ასე ვთქვათ პანდორას ყუთს ხსნის. რაც ეხება იმას რა შემთხვევაში ხდება, ეს ხდება რამდენიმე ელემენტის კომბინაციით. ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელსაც ხელისუფლება აძლევს სამართალდამცავ უწყებებს და ადამიანი როდესაც ფიქრობს, რომ მის ქმედების გამო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მას ასე ვთქვათ ბოროტად იქცევა. შეიძლება სრულიად კეთილი ადამიანი გადაიქცეს ბოროტად ასეთ დროს. და მეორე, მას თუ მისცემ ანონიმურობას, მაგრამ ნიღბიანი ადამიანებს რო ხედავდით, რომ ძალადობდნენ და მესამე არის კიდევ შეიძლება ერთი ელემენტის უკვე მსხვერპლის მხარეს, რომ მსხვერპლი უნდა იყოს დეჰუმანიზებული. მაგალითად ჩვენ ხედავთ აი აქციების დარბევების დროს სპეცრაზმელები რას უყიროდნენ მოქალაქეებს, ხო? არა ადამიანებო და არ მინდა ის ჰომოფობიური და ასე შემდეგ ტერმინები გამოიყენო, რასაც უყიროდნენ. მათ იდეოლოგია აჯერებდა იმას, რომ აქეთ მხარეს დგანან რაღაც არა ადამიანები, პირდაპირ დეჰუმანიზაცია რა, მაგიტომ ახსენეთ წერან ქრისტიანობა, რომ თვის ხატად კი აღარ აღიქვამ ადამიანს, აღიქვამ არა ადამიანად და მაგ დროს უკვე ყველაფერი დაშვებულია და მაგ დროს ხდება უკვე სისტემური ძალადობა, იმიტომ რომ იცი რომ ეს ადამიანი არ არის, შენი თანასწორი არ არის, ამიტომ რაც გინდა რომ ბიზნეს მისაღწევად დამართო, ყველაფერი შეგიძლია რომ გააკეთო. და ეს მოხდა რეალურად, როდესაც მისცეს სპეცრაზმელებსა თუ სხვა პოლიციელებს უფლება რომ ამ მსგავსი ქმედებები გაეკეთებინა და შემდეგ დააჯილდოეს ეს ადამიანები და გადასცეს რაღაც ღირსეულმაღლესი ჯილდოები. პოლიცია მიხვდა რომ ესე იგი მათ შეუძლიათ ამის კეთება. და ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალითი ფილიპ ზიმბარდოს წიგნი აქვს დაწერილი ლუციფერის ეფექტი ქვია და ეგ პირდაპირ იმას აღწერს რომ ლუციფერი რომელიც ღმერთთან ყველაზე ახლოს მდგომი ანგელოზი იყო იქცა ეშმაკად იმის გამო რომ რა ვიცი ამპარტავნებით და ძალაუფლება იგრძნოდა ეგ უნდა რომ რა ვიცი ღმერთს გაუტოლა თავი ზუსტად ანალოგიურად შეიძლება იქცეს კარგი ადამიანი ბუნებრივად თუ პირობებს შეუქმნი ბოროტად და ამის მაგალითები არის ციხეებში წამებები შეიძლება მოვიყვანოთ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის თუნდაც საქართველოში შეგვიძლია მოვიყვანოთ პოლიციელების მხრიდან აქციებზე დარბევები და ასე შემდეგ თუ გარემოს შეუქმნი რომ ამ გარემოში შენ იქნები დაუსჯელად და ძალადობა დაშვებული და შესაძლებელია, მაშინ ყველა გააკეთებს ამას და ეს ამგვარი ძალადობა ჯოჯოხეთს აწარმოებს სინამდვილეში დედამიწაზე რა, ანუ შეგიძლიათ მარტივად აიღო ქვეყნების მაგალითი, სად წავიდნენ ყველაზე შორს, მაგალითად ნაცისტურ გერმანიაში, ხო, თუნდაც საბჭოთა კავშირში წავიდნენ ყველაზე შორს და დედამიწაზე შექმნეს ჯოჯოხეთი იქიდან გამომდინარე რომ აი დაუსჯელობა და სისტემისადმი ერთგულების გამო დაჯილდოება ადამიანების წარმოშობს მაგას, რომელიც შეიძლება მერე მიადგეს უკვე თავად ამ სისტემის შემქმნელებსაც და ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს. და ეს დაუსჯელობა კიდე ცხადია ჩვენთან, მაგალითად ჩემ პრაქტიკაშიც ყოფილა ძალიან ბევრი საქმეები. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებიც კი არ არის გამოძიებული დღემდე. მე ვიცავდი არაერთ ადამიანს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გახდა წამების მსხვერპლი და დღემდე ეს ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ის თანამდებობის პირები, რომლებმაც ეს ადამიანები აწამეს, ეხლა დაწინაურებულები არიან უფრო მაღალ პოზიციაზე, უფრო ძლევამოსილები არიან და ვერაფერს ვერ აკეთებენ ეს ადამიანები მსხვერპლებს გულისხმობ, ხო? და ეს დაუჯელობის სინდრომი მარტო ერთი ხელისუფლების პრობლემაც არ არის სამწუხაროდ, და სისტემა არის უკვე ისე ჩამოყალიბებული, რომ წამება ხდება ინსტიტუციური მეხსიერების ნაწილი. 19 წლის ბიჭი რო იყო პოლიციელი, რომელსაც პირველ საქმეზე მიყავთ პრაქტიკულად ადამიანს აკავებინებენ და მაგ პირველივე საქმეს რომ წამებით იწყებს. ხო, ეგ ინსტიტუციურად გამოიზრდება ეგ როგორც უკვე წამებელი, მას ესწავლობს რომ ეგ თითქოს ეგ არის ნორმალური. ჩვეულებრივად კანონის ფარგლებში გონიათ რომ იქცევა, იმიტომ რომ მასე ასწავლეს და შემდეგ ეგ დომინოს პრინციპით ვრცელდება მთელ ქვეყანაში. ყველგან ერთი და იგივე წესებია, არ არის დაყოფილი და დეცენტრალიზებული, ამიტომ ერთგან თუ ხდება რაღაც, ის იქცევა წესად და მერე სხვაგანაც იგივეები ხდება. ამიტომ ეგ სერიოზული პრობლემაა და ხო რა ვიცი, მაგას ჭირდება სისტემური გადაწის გზები. სისტემური ძალადობა არის სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ადამიანის უფლებებს მთლიანად უგულებელყოფს და გადადის მთლიანად კონტროლისა და ჩაგვრის მექანიზმზე, მაშინ, როდესაც ცდილობს სახელმწიფო სტრუქტურები
მთლიანად თავის სასარგებლოდ იყოს მორგებული და მართული უკვე და ამაში ძალიან დიდი როლი უკავია სამართალდამცავ უწყებებს. მაშინ, როდესაც მთლიანად პოლიციის სისტემა ერთვება უკვე სისტემის შენარჩუნებაზე, ძალადობრივი რეჟიმის დამყარებაზე, მათ სწორედ აქვთ ის დაცულობის შეგრძნება, დაუსჯელობის განცდა, რომ მფარველობენ და მათ მიერ ქმედება არის ახალისებული, ეს ძალიან ხშირად იგრძნობა ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლობის განცხადებებით, რაც ხელს უთხოვთ მათთვის და წამაქეზებელია ერთგვარად და მეორე ეს არის შერჩევითი სამართალი, მაშინ როდესაც ჩვენ გადავხედავთ და თანაფარდობას გავაკეთებთ ერთი მხრივ ისეთ დანაშაულებებზე, რომელიც მაგალითად ავიღოთ აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეები და მეორე მხრივ ავიღოთ პირიქით, ანუ ხელისუფლებისთვის არასაჭირო და მათთვის მტრად შერაცხული პირების საქმეები, ჩვენ უბრალოდ დავინახავთ, რომ აქციაზე დაზარალებული პირების საქმეები ბოლომდე თითქმის არც ერთი არ არის მიყვანილი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მთლიანად დაცულობის შეგრძნება გაუჩინეს სამართალდამცავ უწყებებს და ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯერ არსებობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ბრჭყალებში შემიძლია ვთქვა, იყო დამოუკიდებელი ორგანო, წესით უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენად დამოუკიდებელი იყო, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ეს ორგანოც კი გაუქმდა და არაერთ თავის წერილში ეს ორგანო სწორედ იმაზე აპელირებდა, რომ მათ არ ქონდათ ის მექანიზმი, რომ ამოეცნოთ ის პირები, ვინ იყო, ვთქვათ, აქციაზე მოძალადე სამართალდამცავ უწყებებს შორის. პირების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ ჰქონდა თავის გადაწყვეტილებაში ამაზე ხაზგასმა. და ეს იწვევს უკვე სისტემურ ძალადობას, მით უფრო როდესაც ეს უკვე ცდება ინდივიდუალური შემთხვევები, ეს არ არის, ეს გახდა უკვე მართლობის პრინციპი, როდესაც მთლიანად დაყრდნობით ძალადობრივად იმართება ქვეყანა და მთლიანად არის მორგებული ხელისუფლების პირების ნებასურვილზე. მთავარი არის ის, რომ კიდევ ერთი ჩვენ თუ გადავხედავთ საკანონმდებლო სისტემის შექმნასაც 2024 წლიდან ძალიან სწრაფად, თითქმის ყოველგვარი განხილვების გარეშე ვიღებთ ახალ კანონებს, რომელიც მთლიანად ასევე მორგებულია იმ ძალადობრივ სისტემას, რომელთაც იმართება ქვეყანა და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის სასამართლო სისტემა. სასამართლო სისტემა, როდესაც ხდება უკვე დაქვემდებარებული და დამოუკიდებლობას კარგავს, ჩვენ ვიღებთ სისტემას, რომელიც მთლიანად უკვე იმართება აი ამ ძალადობრივი მექანიზმებით. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს იყო ინდივიდუალური გადაცდომა და დავსჯით, ვინც ამ გადაცდომაში მონაწილეობა მიიღო, მართლა 5-6 პოლიციელს დასჯის. სად ჩანს, რომ ეს არ არის ინდივიდუალური გადაცდომა და არის სისტემური და ასევე ეს დასჯა რამდენად სამართლიანია და უშუალოდ დასაჯო 5 ადამიანი ამ ინდივიდუალური გადაცდომის გამო, მაშინ როდესაც დაუშვათ ნორმა არის ხარებას დაწინაურება. ის ხარებას რატომ აწინაურებთ, თუ მაგალითად ამ 5 ადამიანს ვსჯით? ინდივიდუალური არის იმ ნაწილში, რომ საკმაოდ იშვიათია, როდესაც კამერაზე აღიბეჭდება ხოლმე ეს საკითხები და მაგ ნაწილში იყო გამორჩეული, რომ კამერაზე აღიბეჭდა, თორე სინამდვილეში ძალიან ბევრია ეგეთი შემთხვევები, როდესაც უბრალოდ მსგავსად სცემენ ადამიანს, მე სასამართლოში რომ მიიყვანენ პროცესზე, პოლიციელი მოვა და ამბობს, რომ დაკავების დროს მიიღო წინააღმდეგობას გვიწევდა და ეს დაზიანებები სრულიად ბუნებრივი დაკავების პროცესში მიღებული დაზიანებებია. და აქ არის სწორედ ის პრობლემა, რასაც ვაწყდებით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ ყავს, რომელიც იტყვის, რომ ესე არ შეიძლება, ანუ ამდენი დაზიანება დაკავების დროს პირმა არ შეიძლება რომ მიიღოს და მტკიცების ტვირთი, როდესაც შენს ეფექტურ კონტროლშია პოლიცია რო ხარ, შენზეა რომ ეს ადამიანი შენამდე სანამ მოვიდო და არ ჰქონდა დაზიანებები, მე აღმოჩნდება ხოლმე რომ დაზიანებები ჰქონდა, ხო? მტკიცების ტვირთი მაგ დროს პოლიციაზეა რომ ძალადობა არ მომხდარა. მაგ დროს შეიძლება ნორმალურ პირობებში სასამართლომ მოითხოვოს ვიდეო კამერის ჩანაწერები, სამხედრო კამერების ჩანაწერები და ასე შემდეგ, მაგრამ სარგებლობენ ამითი რომ სასამართლოები პრაქტიკულად ენდობიან პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ ამას და ამიტომ აღარავინ აღარ არის. შემდეგ ამისი გამრკვევი მართლა დაკავების დროს მოხდა ეს ძალადობა თუ სპეციალურად დასჯის მიზნით ისე როგორც გორში მოხდა, ისე სცემდნენ ადამიანს, ხო? ამიტომ ინდივიდუალურად ნამდვილად არ არის ეს შემთხვევა, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევები. შეგვიძლია სახალხო დამცველის ანგარიშებიც ვნახოთ, სადაც ბევრი ფიქსირდება არასათანადო მოპყრობა. ძალიან სერიოზული პრობლემაა წლებია უკვე არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება
წეგან მახსენე რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი არასათანადო მოპყრობებიც კი არ არის გამოძიებული არათუ ამ ხელისუფლების დროს როცა მართლა აწინაურებენ ახლა ხო ვიდეო არსებობს სადაც ხარება ფეხს ურტყავს სახეში ადამიანს ვიდეო არსებობს რომ ის ხელმძღვანელობს ჯგუფს რომელიც დარბის და ადამიანებს ასისხლიანებს დაორგანიზებული იყო რა ყველა საერთაშორისო ანგარიში არის მოხვედრილი როდესაც რამდენიმე ფურგუნი მანქანა მიიყვანეს და იქ შეყრიდნენ ადამიანებს და ჯოჯოხიც უწყობდნენ ხო და ეგ ხო ვიცით რომ ეგ ნამდვილად ხდებოდა ანუ ეგ ხო არ არის მოგონილი საკითხი და ეგ ხო იყო სისტემური ხო ფაქტია რომ ეგ სისტემური მე მაგალითად პირადად როდესაც მივდიოდი დაკავებულებთან იზოლატორში ადამიანებს სახე არ ეტყობოდათ სახეზე რომ გამოდიოდი ოჯახებთან ოჯახის წევრებისთვის რამე თქვა არ ვიცოდი კარგად არის თუ თუდად არის ვერ ვეუბნება ტყუილსაც ვერ ვეუბნებოდი სიმართლე რომ მეთქვა ადამიანს გულგახეთქილები იყვნენ ამათ ცალკე დახმარება ჭირდებოდათ იმდენად მძიმე იყო ამ მათთვის გადასატანად და აი ამ პირობებში რომ იტყვი რომ ეს ერთეული შემთხვევებია უბრალოდ ტყუილი არის ეგ და აგერ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ვნახოთ სახალხო დამცველის ანგარიში ვნახოთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები Human Rights Watch Amnesty ანუ ყველა ამათ ეჩვენებათ და ხელისუფლებას ამბობს რომ ეს იყო ერთეული შემთხვევა ანუ ეგ ხო არასწორი ფაქტები დევს ხო ამაზე ამიტომ იმის გამო რომ ეს ამ საქმეების გამოძიება არ ხდება სამწუხარო არის რომ ესეთები კიდევ მოხდება იმიტომ სისტემაა ეგეთი თუ შენ ერთხელ მაინც დაუშვი ეგ და პოლიციელებს მაგისი ნება მიეცი და არ გაქვს სისტემა ისე აწყობილი რომ გამოძიება ხდება პოლიციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების კიდევ მოხდება სამწუხაროდ ეგეთი ამბავი ზოგიერთი შეიძლება კამერაზე აღიბეჭდოს ზოგი არ უმეტესობა არ აღიბეჭდება ამიტომ ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს აქციაზე მყოფ ადამიანებს ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს ადამიანებს რომელიც საერთოდ პოლიტიკა არ აინტერესებს თავის მუშაობს შეიძლება იმის შვირს შეეხოს გაუშვება დაუშელ რაღაც მორალ გამრუდებულ პოლიციელებს ქუჩაში და ეტყვი რომ აი ამდენი ადამიანი დააკავე და მომithრიე აქ და ზუსტად მაგ ლექსიკით ელაპარაკებიან და მასეთია დღეს სისტემა ანუ ყველაფერს აკეთებენ აი რატო არის მნიშვნელოვანი წამებაზე კონცენტრირება იმიტომ რომ ეს არის უკიდურესი რაღაცა თუ პოლიციელი წამებაზე და მე სახელმწიფო ამის დამალვაზე მიდის მაშინ მათ ნარკოტიკების ჩადებაც შეუძლიათ, უბრალოდ საქმის შეკერვაც შეუძლიათ, ცრუჩვენების მიცემაც შეუძლიათ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის უკიდურეს ფორმა წამება. თუ ამას უშვებ, მაშინ ისიც დაშვებულია და ეგ არის უბედურება. გავსი ძალადობრივი სისტემების აღმოფხრა ვერ მოხდება ცალკეული ძალადობრივი შემთხვევების გამოძიებით და ცალკეული პოლიციელების დაპატიმრებით. ამისთვის პირველი ამოცანაა რეჟიმის ცვლილება. იმისთვის რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს, ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაფართოვოთ პროტესტი და შევცვალოთ აღნიშნული რეჟიმი. რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ პროცესის პირველი ამოცანა არის მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა და პირველ რიგში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. სასამართლოს რეფორმის ფარგლებში მთავარი ამოცანა არის ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის არსებითი გაფართოება. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაფართოვდეს არამხოლოდ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ ადმინისტრაციულ და იმ სამოქალაქო საქმეებზე, სადაც ერთ-ერთი მხარე შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ძირეული გარდაქმნა, იმიტომ რომ დღესდღეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს სრულად კონცენტრირებულ ერთი პირის ხელში ძალაუფლება მოქცეულ სისტემას, რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულება არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაშინება და ამ რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარება. ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოხდეს სუსის დეკონცენტრაცია, უნდა დაიყოს რამოდენიმე სააგენტოდ და თითოეული სააგენტო დაექვემდებაროს თავისი შინაარსის მიხედვით შესაბამის სამინისტროს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკური გავლენების არსებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენი ფედერალისტების ხედვით დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა არის კონცენტრირებული ძალაუფლების პირობებში ყველაზე კარგი საშუალება ძალაუფლების გადამეტებისგან დაზღვევის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის დეცენტრალიზება მოხდეს როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. ეს დააზღვევს ძალაუფლების
ძალაუფლების ერთი პირის ხელში კონცენტრირებას და ინსტიტუტებს შორის მოახდენს ძალთა ბალანსს. ამისთვის საჭიროა რომ დავაფუძნოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უსაფრთხოება, თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფისუფლება დაცული იქნება არა რომელიმე პოლიტიკური ძალის კეთილი ნებით, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტებით და კანონის უზენაესობით. სისტემურ ძალადობასთან ბრძოლას პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური ნება. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე თუ კი განვიხილავთ, არსებულ პოლიტიკურ ძალას არათუ ამის პოლიტიკური ნება აქვს, არამედ პირიქით, სწორედ მისი წახალისებულია და მისი ორგანიზებულია ის ყველაფერი, რაც ხდება ბრძანების გამცემი ან მინიმუმ დაუსჯელობით თანამონაწილე სწორედ დღევანდელი პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალის ცვლილება და მმართველობის ცვლილება, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს რიგი რეფორმები. პირველ რიგში ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც უშუალოდ გამოიძიებს იმ დანაშაულებებს, რომელიც ჩადენილი იქნა სწორედ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ქართული ოცნების ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდში. იმიტომ ჩვენ როგორც ავღნიშნეთ, დაუსჯელობა არის ერთ-ერთი, რაც იწვევს და აძლიერებს სისტემურ დანაშაულს და როდესაც დაიწყება რეალური დასჯა, რეალური გამოძიება და ობიექტური გამოძიება, რომელსაც მერე მოყვება სამართლიანი სასამართლო და მეორე ეტაპი ეს არის უკვე სასამართლოს რეფორმა, როდესაც მნიშვნელოვანია რომ არსებობდნენ დამოუკიდებელი და რეალურად პროფესიონალი მოსამართლეები და ამ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში მოხდება ამ პირებისთვის შესაბამისი ადეკვატური სასჯელის შეფარდება ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობდა ამ დანაშაულში. ეს იყო დამ ორგანიზატორი, დამგეგმავი, შემსრულებელი, წამხალისებელი თუ ასე შემდგომ. სისტემურ დანაშაულს ასევე ახალისებს სუსტი კონტროლი, ხო? და სუსტი კონტროლი ხდება მაშინ, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არ არსებობს რეალური გამოძიება, პროკურატურა ბრალს უყენებს არა იმ პირებს, ვინც რეალურად დანაშაულს ჩადის, არამედ პირებს, რომელიც სახელმწიფოს თავის მტრად ყავს გამოცხადებული. აი ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და ამ ყველაფრის აღმოფხვრა სჭირდება, როგორც აღნიშნე, პოლიტიკური ძალის ცვლილება და რეფორმები, როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე სასამართლოს მიმართულებით. დღევანდელი პოლიტიკური ძალა დგას ძალიან მნიშვნელოვან ორ საყრდენზე, ეს არის ფული და მეორე ეს არის ძალადობა. და ძალადობა თვითონ იშლება ორ ნაწილად. ეს არის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული ძალადობა, იქნება სპეცრაზმელი თუ კრინპოლის წარმომადგენელი და მეორე არის ტიტუშკები, რომელიც ასევე ორგანიზებულია და წახალისებულია სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მიერ. მინიმუმ ერთ-ერთი მათგანის რეალური დასჯა რო დაიწყოს, არა საჩვენებლად ერთი ან ორი პირის, არამედ მთლიანად მასში მონაწილე ყველა იმ პირის, რომელიც რეალურად ჩადიოდა დანაშაულს, ეს ძალა მათ გამოეცლებათ. ამიტომ არ ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში რეალურად დამნაშავეების დასჯა და ეს შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, რაც ჩვენს რეალობაში და ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ პოლიტიკური ძალის ცვლილებით. სისტემური ძალადობის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი, როგორც უკვე თქვი, არის სისტემის დაშლა. თუმცა არც ინდივიდუალურ გმირობას არ უნდა დაუკარგოთ ფასი. ზიმბარდოს ექსპერიმენტზე წინა ნაწილში ვთქვი, არსებობს სხვა ექსპერიმენტები, რომლებიც ავლენს როგორ იქცევენ ადამიანები ავტორიტეტების გავლენის ქვეშ, როდესაც ისინი ვიღაც ძლიერი ავტორიტეტის ქცევას იმეორებენ, ან მათ გარშემო მყოფთა ქცევას იმეორებენ. არადა თითოეულ ადამიანს აქვს ძალიან დიდი როლი და დიდი შესაძლებლობა გაწყვიტოს ჯაჭვი და მისცეს სტიმული სხვა ადამიანებს, ვინც გარკვეული დილემის წინაშე არიან და გრძნობენ, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, არასწორად იქცევიან. თუ ისინი დაინახავენ 1-2-3 ადამიანის გმირულ მაგალითს, რომლებიც წავიდნენ სისტემის წინააღმდეგ, დიდია შანსი, რომ მათაც გაიმეორონ იგივე და მათაც შეწყვიტონ ძალადობის ჯაჭვი. ჩვენ სამწუხაროდ არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების, არამედ განათლების სისტემაც ასე გვაქვს მოწყობილი. ბავშვებს ბავშვობიდან ვასწავლით, რომ კარგი ბავშვია ის, ვინც არის მორჩილი, მშობელს უჯერებს, მასწავლებელს უჯერებს, კარგად იქცევა, წესებს ემორჩილება და აღარ ვუტოვებთ იმის სივრცეს დაფიქრდნენ ეს წესები სწორია თუ არ არის სწორი. შემდეგ ეს ადამიანები უკვე აღწევენ ხელისუფლებაში, მაღალ თანამდებობებს ან ხვდებიან ძალოვან სტრუქტურებში და იმეორებენ იგივეს.
რადგან სისტემა, როგორც უკვე ვთქვი, ახალისებს დამჯერ და მორჩილ ადამიანებს. სწორედ ეს ჯაჭვია გასაწყვეტი. თუმცა ინდივიდუალური გმირობების იმედზე ცხადია ვერ ვიქნებით და საჭიროა სისტემის შეცვლა. ადამიანებმა, რომლებიც ირჩევენ ახალ ბელადებს, უნდა შეცვალონ მათ მიდგომა და აირჩიონ ისეთი ადამიანები, ვისაც მართლა სურს სისტემის შეცვლა. მართლა უნდა ყველაფრის თავიდან აწყობა. მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს სახელმწიფოს ძალადობა მოქალაქეების მიმართ. დღეს ძალადობრივ საპოლიციო სისტემას სჭირდება ძირეული ცვლილებები, ძირეული რეფორმა, პოლიციის დეპოლიტიზირება, მათ შორის კვალიფიციური კადრები. ეს ყველაფერი ვერ მოხდება რეჟიმის ცვლილების გარეშე. მთავარი ღერძი არის ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. მთავარი შემსრულებლები არიან დღეს ის პოლიციელები, რომლებიც ყოველდღიურად გვარბევენ, ყოველდღიურად ძალადობენ, ყოველდღიურად გვცემენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი დღეს იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. ისინი არიან წახალისებულები რეჟიმის მიერ და სწორედ დღეს პოლიციელის წახალისება პირდაპირ პროპორციულია რამდენად კარგად და რამდენად ბეჯითად შეასრულებს ის რეჟიმის მიერ გაცემულ მითითებას. რეჟიმის ცვლილების გარეშე ვერ იქნება ვერც სასამართლო დამოუკიდებელი, ვერ იქნება ვერც პოლიცია დამოუკიდებელი და ვერ გვექნება ადამიანის უფლებები დაცული. მხოლოდ რეფორმა არ იქნება გამოსავალი, რადგან თუნდაც გადავხედოთ ის სასამართლოს რეფორმას, რაც წლების განმავლობაში ვატარებდით და ვფიქრობდით, რომ გვყავდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებლად იხილებოდეს კონკრეტული საქმეები, იმ საქმეებში, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, ჩვენ ვხედავთ ნათლად, როგორ ხდება სასამართლო უკვე მიუკერძოებული. ამის მაგალითად მე შემიძლია გავიხსენო ის საქმეები, როდესაც ნოემბერ-დეკემბერი აქციების დროს არაერთი პირის გაერთიანებული სხდომები განიხილებოდა და ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც 11 პირი 11-ვე დაზიანებებით იყო სხდომაზე წარმოდგენილი, მათ შორის სახეზე იყო მკვეთრად ეტყობოდათ მათ დაზიანებები, ჩალურჯებული თვალი, ჩალურჯებული სახე, სასამართლოს ერთი კითხვა არ გასჩენია, რა ჭირდათ ამ მოქალაქეებს და სად მიიღეს ეს დაზიანებები, მით უმეტეს რომ იზოლატორებიდან იყვნენ გადმოყვანილი, ანუ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. შესაბამისად, მხოლოდ რეფორმა უფიქრობა არ არის გამოსავალი, მით უფრო, როდესაც ხელისუფლების ცვლილება ხდება. ყველა ხელისუფლება მიდრეკილია, რომ საკუთარი სურვილების გატარებაზე გადავიდეს და ძალიან კარგად ირგებს უკვე აი ამ უკვე არსებულ სისტემას, მით უმეტეს ის თანამშრომლები და ის პოლიციის მოხელეები, რომლებიც უკვე არაერთხელ არიან ასეთ სისტემაში ჩართული, ძალიან მარტივად ერგებიან და ინტერესთა თანაფარდობა ხდება, ასე რომ ვთქვათ. პირველი ალბათ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა იყოს უპირატესი ადამიანის უფლებები და შემდგომ რა თქმა უნდა ის რეფორმები თითოეული სტრუქტურა დაემორჩილება, თუმცა თუ არ შეიცვალა ის თანამშრომლები, ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც სასამართლო პროცესებზე ცრუჩვენებას იძლევიან და იმ მოქალაქეებს ძალიან მარტივად წირავენ, რომელთაც თვალნათლივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მიუდევნებიათ თვალი რა ხდებოდა მათ გარშემო, ძალიან რთული იქნება ვისაუბროთ სისტემის გაჯანსაღებაზე, მით უფრო, როდესაც ეს პოლიციელები აძლევენ ჩვენებას წინასწარ დადგენილი და დაწერილი ტექსტების მიხედვით და არაერთხელ გვინახია ადვოკატებს, როდესაც სასამართლო პროცესების წინ პოლიციელები სასამართლო დარბაზებში იზეპირებენ იმ მოქმედებს, რაც წერია იქ და არც ერთი მათგანი არ ყოფილა არც დამკავებელი პოლიციელი, არც შემწრეც კი არ ყოფილა ამ ძალადობის ფაქტების და ერთ-ერთი მაგალითი იყო ისიც, რომ აი ამ გაერთიანებულ სხდომებმა არაერთი პრობლემა წარმოწია წინ, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც იძლეოდა ჩვენებას, რომ კონკრეტული პირი, რომელსაც მე ვიცავდი, დააკავა დაახლოებით ღამის 2-3 საათის შუალედში, თვითონ ჩაატარა ყველა პროცედურა და დილის 6-ზე თვითონ შეასახლა დროებით მოთავსების იზოლატორში და აქვე მეორე დაკავებულიც იყო, სადაც მოწმედ ისევ ეს პოლიციელი შემოვიდა და თქვა, რომ ღამის 4 საათზე დაახლოებით ვამბობ საათებს თვითონ დააკავა, თვითონ ჩაატარა ყველა პროცედურა და გამთენისას შეასახლა სრულიად სხვა იზოლატორში. აი ამ პროცესმა თვალნათლივ გამოაჩინა აი ამ პოლიციელის სიცრუე, როგორ მიზანმიმართულად იტყუებოდა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩვენ ამაზე მსჯელობას ვერსად ვერ ვნახავთ.
რამდენად სამართლიანი იქნება მაგალითად ამ ადამიანების მთლიანად გაშვება, როდესაც ისინი უბრალოდ ასრულებდნენ იმ დავალებას, რაც მიიღეს. როდესაც პოლიციელს წარმოქმნა აქვს, რომ ეს შეიძლება თქვათ სამართლიანი არ იყოს, მაგრამ თვითონ ამაზე ფიქრი ან ამის გადაწყვეტა არ უწევს. და ასეთ სისტემაში ყველა ამ ადამიანის გაშვება რამდენად სამართლიანია, როდესაც თვითონ იტყვის, რომ მე რა შვაში ვარ, ასე მეუბნებოდნენ, სახელმწიფო მეუბნებოდა, რომ გააკეთე ასე, ეს იყო ნორმა, კანონი იყო ეს. ერთი ეს კითხვა, რამდენად სამართლიანია თვითონ ამ პოლიციელების მიმართ, მეორე, რამდენად სამართლიანია აქედან გამოარჩიო ვიღაც, ახლა 2000 კაცს ხო ვერ დააკავებ, აი გამოარჩიო მაგალითად 10 ადამიანი დანაშავე ამ ამბავში, როდესაც აი ისა გორის შემთხვევაც რო გავიხსენოთ, 5 პოლიციელს თუ სჯით გორის ინციდენტში მონაწილეობის მიღების გამო, მაშინ, როდესაც შეიძლება ბევრად მძიმე საქმე და ბევრად მძიმე დანაშაული აქვს ხარებას, რომელიც არ დაგვისჯია, რომელიც პირიქით დაჯილდოვდა ამის გამო, ეს ხო რაღაცა გარკვეული უსამართლობა უკვე არის. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ამ გამორჩევასთან დაკავშირებით საუბრობდით და მე მაგალითი პირიქით უნდა შემიძლია მოვიყვანო იგივე გურამ როგავას მაგალითი, როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა კონკრეტული პირის ვინაობა, რომელიც შესაძლოა იყო ჩართული ძალადობრივ ქცევებში, რაც იყო აქციების დროს და დაკავება განხორციელდა რამდენიმე პირის. აქ რა თქმა უნდა კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ძალადობაში ჩართული იყო ათეულობით პირი, რატო არის გამორჩეული კონკრეტული პირები და პასუხისმგებაში მიეცა კონკრეტული პირები და არა ყველა ის, ვინც არის ჩართული. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად მეორე უსამართლობასთან მიგვიყვანს, როდესაც იგივე შერჩევით სამართალს მივიღებთ. შესწავლა ყველაფრის საჭირო არის, იგივე როდესაც მაიდენტიფიცირებელი ნომრები არ არსებობს, ასეთი დადგენილება არსებობს რეალურად, რომ ნომრები არ აქვთ მინიჭებული, თუმცა შიგნით ყველა ზემდგომა პირმა კარგად იცის, ვინ არის მათზე მიმაგრებული პირი, ვინ იყო აქციების დროს კონკრეტულ დავალებაზე გაშვებული, კონკრეტული აღჭურვილება ვის გადაეცა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ ხელმძღვანელი პირებიდან უნდა დაიწყოს საქმეების შესწავლა. ყოველ შემთხვევაში თუ არ მივიღეთ ის, რომ გარკვეული საქმეები ბოლომდე იყოს მიყვანილი და გამოძიებული რა მოხდა სინამდვილეში, ჩვენ იგივე შედეგს მივიღებთ, როდესაც ვინმე დაჭირდება, ძალიან კარგად იქნება ეს ჯგუფი მორგებული სხვა ხელისუფლების ინტერესებსაც, ისევე როგორც სასამართლო ხელისუფლებაში მივიღეთ, როდესაც მურუსიძე იყო იგივე სააკაშვილის დროს მართველი სასამართლო სისტემის და იგივე გრძელდება დღესაც, იგივე სასამართლო სისტემა მივიღეთ, რომელიც იგივე თითქმის იგივეს დაუბრუნდით, რაც სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო საქმეების განხილვის დროს დარღვევებით. ადამიანი ძალიან ცოდვილი არსებაა, არ მჯერა რაღაც ძალიან კარგი ადამიანებით შეგვიძლია დავაკომპლექტოთ ან პოლიცია, ან სასამართლო, ან სუსი, მგონია რომ ეს მხოლოდ სისტემამ შეიძლება რაღაც ადამიანის ცუდი ვნებები ცოტათი შეზღუდოს ან მართოს. და ამ კითხვა უფრო აი ამ კუთხით მინდა დავსვა, რომ არა ის რომ მომნახოთ ცუდი პოლიციელები გაუშვათ ისინი და კარგი პოლიციელები მოიყვანოთ და დავნიშნოთ, არამედ როგორი სისტემა გავაკეთოთ ისეთი, რომ ცუდ პოლიციელსაც ადამიანს ზოგადად მის ცუდ ზრახვებს, ცუდ ვნებებს შეუზღუდავს და წაახალისებს მის კარგ ქცევას. ანუ ესეთი როგორი სისტემა უნდა გავაკეთოთ და მეორე კითხვა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ადამიანმა მოქალაქემ უფრო დაცულად იგრძნოს თავი სახელმწიფოსთან პირისპირ. სახელმწიფოსი არ ეშინოდეს. ჩვენ რო ვამბობთ, რომ არის სისტემური პრობლემა, მაშინ ამას სჭირდება სისტემური რეფორმა. ანუ არ შეიძლება ერთი რეფორმით გადაჭრა ეს პრობლემა. სჭირდება ყველგან რეფორმა. პირველ რიგში სასამართლო კი ბატონო, სასამართლოში არის რეფორმა გასაკეთებელი და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ის, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ შორის აბალანსებს და ეგ რა თქმა უნდა დააბალანსებს. მაგალითად, რომ მოდის პოლიციელი და ცრუჩვენებას აძლევს, სასამართლომ უბრალოდ არ უნდა გაიზიაროს ეგ. საქმე შეუწყვიტოს პირდაპირ და პირიქით საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნოს, რომ აგერ ტყუილად დაკავებული ადამიანი მომიყვანეს, ცრუჩვენება მიიღეს და გამოიძიეს ეს საქმე, ხო? ანუ სასამართლო არის პირველი ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, გადაჭრის გზა. სასამართლო რეფორმა კიდევ ბევრი მოდელი არსებობს რეფორმის ნაწილი, სასამართლო როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, მაგრამ ფუნდამენტური მნიშვნელობის ალბათ მაინც ის არის, რომ მისი დაკომპლექტება უნდა მოხდეს პოლიტიკური პროცესის შედეგად, იმგვარად, რომ დაკომპლექტების შემდეგ პოლიტიკური პროცესის ნაწილი აღარ იყოს სასამართლო. და ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პოლიტიკური პროცესის შედეგად კომპლექტდება თუნდაც უზენაესი სასამართლო, მაგრამ იმის გამო, იმ მოდელის გამო, რაც არის, რომ კონკრეტული პრეზიდენტი ნიშნავს კონკრეტული ერთ მოსამართლის შემდეგ სხვა პრეზიდენტი სხვა იდეოლოგიის მოსამართლეს ნიშნავს, ესენი მე ერთმანეთს აბალანსებენ და
მაგაზე უბრალოდ შორს წაგვიყვანს საუბარი, მაგრამ სასამართლო რეფორმა არის პირველი, რაც არის გასაკეთებელი. მეორე, რაც არის გასაკეთებელი, აი რაც არ უნდა უცნაური იყოს, არის თვითმმართველობის რეფორმა. პირდაპირ კავშირშია პოლიციასთან და რატო ეხა არ შეიძლება საქართველოში იყოს ერთი ცენტრალიზებულად მართული პოლიცია, რომელიც რეალურად ორთაჭალაში არსებული სამინისტროდან წდება ის მესტიაში არსებულ პოლიციაში რაღაცა ინსპექტორ გამომძიებლად და სტაჟიორად უნდა დაინიშნოს, ხო? აი ხო არასწორი არის. თუ ერთი შეცდომას უშვებს, მაშინ ყველგან შეცდომა დაშვებულია. ანუ არაფერი არ გაზღობს მაგისგან. ამიტომ აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმა, რისი ნაწილიც იქნება პოლიციის უფროსების, რაიონული პოლიციის უფროსების დანიშვნაც. აი თუნდაც მაგალითად ვირჩევთ მერს, ხო? შეიძლება იმ თიკეტზე ან არჩევის მასზე მერთან ერთად აირჩიო პოლიციის უფროსიც თუნდაც, რომელიც საკუთარ ხალხთან, საკუთარ რაიონთან იქნება ანგარიშვალდებული. ან თუნდაც ვიღაცას თუ ეს არ მოწონს, იმგვარად მოხდეს პოლიციის უფროსების არჩევა პოლიტიკური პროცესის შედეგად ადგილზე, რომ არ მოხდეს მინისტრის მხრიდან, შეს მინისტრის მხრიდან ყველა დონეზე ჩარევა. ეგ დააზღვევს მათ შორის ამ ცენტრალიზებულ პოლიტიკურ გამოყენებას და მათ შორის გააძლიერებს თვითმმართველობასაც უშუალოდ. ეხლა რაც შეეხება იმას თვითონ ამ პოლიციელებმა რომ ჩაიდინონ სიტყვაზე, რა დააზღვევს მაგას, ანუ პროკურატურა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობაზე ბევრი წელი მიდიოდა და ვერ შეიქმნა, მაგრამ მე ვთვლი რომ პროკურატურა შეიძლება დაეკისროს ეგ როლი, ოღონდ პროკურატურას მაშინ უნდა ჩამოაცილო პოლიციაზე ზედამხედველი პროკურატურის რაღაც ნაწილს. ანუ მაგალითად გენერალური პროკურატურა რაც გვაქვს, შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ ეგ გენერალური პროკურატურა იყოს პასუხისმგებელი მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მათ მიმართ ბრალის წარდგენაზე. მათ აღარ უნდა ეკისრებოდეთ ფუნქცია, რომ რა ვიცი, უბრალოდ მკვლელობებზე წარმოადგინონ სახელმწიფო ბრალდება. ცალკე უნდა იყოს გეპროკურატურა და ცალკე რაიონული პროკურატორები. მან ეგეც თვითმმართველობის რეფორმის ნაწილი არის. თუ შენ მაგას გააკეთებ, მაშინ გიჩნდება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ხელმძღვანელიც ასევე პოლიტიკური პროცესის შედეგად უნდა აირჩიეს, თუმცა იმგვარი გარანტიებით, რომ დრო რომ გავა შემდეგ პოლიტიკური პროცესი ამას გაემიჯნოს და წმინდად პროფესიული გახდება ეგ და ეგ უზრუნველყოფს იმას, რომ მაგალითად ნაცემი და ნაწამები ადამიანი რომ მივა სასამართლოში და ეს მოსამართლე გააგზავნის ამგვარ პროკურატურაში, ცალკე გამოყოფილ პროკურატურაში, რომელიც სუპერვაიზინგს უკეთებს ამგვარ დანაშაულებს, მართლა დადგეს შედეგი, მართლა გამოიძიონ და თუ მართალია ის პოლიციელი და მართლა დაკავების დროს მიიღო დაზიანები, ეგეც გაირკვეს და თუ მტყუანია, ეგეც გაირკვეს და ცრუჩვენებაა თუ არა, ეგ რომ გამოძიებული იქნეს, მათ შორის ნდობაც გაჩნდება ხო ხალხში, ანუ ეს ყველაფერი ერთად თუ არ გაკეთდა ჩვენ ვთქვათ, რა ვიცი, ეხლა კარგი მინისტრი მოვა და ის უშველის ის ბოროტი არ იქნება და ან კარგი გენერალური შეუძლებელი ადამიანს ჩააბარო პროკურატურა, რომელიც აი პირდაპირ გეტყვით, ანუ შეიძლება ეს სისტემა რო ვინმე საჩვენო ადამიანის უფლებათა ექსპერტს უცხოელს, აი შეიძლება შოკის მომგვრელია. პროკურატურა, აი გენერალური პროკურორი საქართველოში. პასუხისმგებელი არის, ყველა მაღალი თანამდებობის პირის დევნაზე. პასუხისმგებელი არის ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოებული საქმის, ასე ვთქვათ, ზედამხედველი პროკურორია. მისი ქვეშევრდომი პროკურორები არიან ხელმძღვანელები, მაგალითად სუსის გამოძიების, შსს გამოძიების ასე შემდეგ და რაიონული პროკურატურები არიან რაიონული საგამოძიებო ორგანოების ხელმძღვანელი. ანუ წარმოგიდგენთ, ეს იმდენად ცენტრალიზებული რაღაცაა, გენერალური პროკურორად მართლა ანგელოზი რო დანიშნო, შეუძლებელია, რომ აი ამ ხელა სისტემა ვინმემ დაიტიოს, ანუ ვინმემ გაუძლოს ამ ხელა ძალაუფლებას და ეს ან უნდა მოემსახუროს მმართველ პარტიას, რომელიც მას დანიშნავს, ან თავისთავად გახდება ბოროტება, იმიტომ მას არაფერი არ აბალანსებს საერთოდ. და იგივეა სუსიც, იგივეა შსს და ესენი შემდეგ ერთმანეთთან კოორდინაციით მოქმედებენ და ასე ვთქვათ, ერთმანეთს იცავენ ამ პროცესში და სინამდვილეში თუ სადმე არსებობს deep state, რასაც ქვია, აი ეგ არის deep state, სადაც ძალოვანი სტრუქტურები შევარდნაძის დროიდან კი არა, კომუნისტების დროიდან მოყოლებული დღემდე პრაქტიკულად ხელისუფლება იმართება ძალოვანი სტრუქტურების მართ, ვისაც ხელში უპყრია გასაღები, რომელთაც პროკურატურას აკონტროლებს და სუს, ის არის ძალაუფლების მქონე და არ არსებობს პოლიტიკური დანაწილება, როცა სუს საკონტროლებ, მაგ დროს მე სასამართლოსაც საკონტროლებ და ყველა უწყება საკონტროლებ, ყველა სამინისტროს, მას შორის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სადაც სუს ყავს ყველგან ოდეერი და ასე შემდეგ, ანუ იმდენად რაღაცა მერები მიდიან თანამდებობიდან შემთხვევები გადადგებიან. კი, და ანუ თუ ზოგიერთზე აღმოჩნდება, რომ კორუფციაშია ჩაბმული, ოღონდ მას შემდეგ აღმოჩნდება, რაც
ვინმეს დაუპირისპირდება, თორე მანამდე ხალხი რომ ამბობს და სიუჟეტები კეთდება მედიაში, რომ კორუფცია ხდება, მანამდე ამის გამოძიება არ ხდება, მაგრამ ხო და მაგას ვიძახი, არ არსებობს დამოუკიდებელი უწყება საქართველოში, ყველაფერი მიბმულია, როგორც საბჭოთა კავშირში იყო პარტიაზეა მიბმული, ერთი პარტია თუ გახდება ხელმძღვანელი, ის ჩაიგდებს ხელში სუსს, ის ჩაიგდებს ხელში პროკურატურას, ის ჩაიგდებს ხელში სასამართლოს. აი ეგ არის არასწორი, ეგ არის ძალიან დასაშლელი და შესაძლებელი რაიონულ დონეებზე, რეგიონულ დონეზე, მათ შორის გუბერნიებში შეიძლება გაუკეთო ისე რომ ცალკე პროკურატურები ქონდეთ და ასე შემდეგ. ანუ მაგას სჭირდება დაჯდომა, კარგად მოფიქრება, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და მათ შორის ჩვენივე გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც არ არის სახარბიელო, მაგრამ ზუსტად ეგ უნდა გამოიყენო, რომ აი როგორ სისტემაში მოხდა ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერება. თუ ამგვარი სისტემა აძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმს, ესე იგი არ ვარგა, უნდა შევცვალოთ. და კიდევ რა რადიკალური რეფორმების არ უნდა გვეშინოდეს იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე ცუც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, რაც ახლა არის. გერგი, თქვენი აზრი რომ თლიანად შევაჯამო, არის დეცენტრალიზაცია და დაშლა. ეხლა კითხვას მოგიბრუნებ ცოტა სხვა კუთხით. როცა ძალოვან სტრუქტურებზე ვსაუბრობ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ძალოვან სტრუქტურებში და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. ისინი ყოველთვის წამოწევენ წინ საფრთხეებს, რომელსაც ქვეყანას აქვს, თუ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. სუსი იქნება ეს პოლიცია თუ პროკურატურა, მათ უწევს დაუპირისპირდნენ არა მარტო რადიკალურ ისლამს ან რუსეთს ჩრდილოეთში და ტერორისტულ რაღაც ქსელებს, არამედ ქვეყნის შიგნით შეიძლება ეს იყოს კრიმინალი, ქურდული სამყარო, რომელიც არის ძალიან ძლიერი და ჩვენი სახელმწიფო არის სუსტი ამასთან შედარებით და დეცენტრალიზაციამ და დაშლამ ამ ძალოვანი სტრუქტურების შეიძლება მოწყვლადი გახადოს ისინი გარემტრის და ქვეყნის შიგნით აი ამ ორგანიზებული დანაშაულის პირისპირ. აი ამაზე რას ვიტყვით? უნდა გავრისკოთ ეს და როგორც წესი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, მე არ ვამბობ რაღაც ხელისუფლების მონა ან ცუდი ცუდ ადამიანზე არ ვამბობ, კარგი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად გეტყვის, რომ საფრთხეები ძალიან დიდია და ხო გადაცდომები ხდება, მაგრამ ჩვენ თუ აი ამას დავასუსტებთ, დავშლით და დეცენტრალიზებულს გავხდეთ. მაშინ კრიმინალი იმძლავრებს და მოქალაქე დაუცველი უფრო იქნება არა ისეთ სისტემაში, სადაც პოლიცია ძალადობს, არამედ ისეთ სისტემაში, სადაც კრიმინალი ძალადობს. სინამდვილეში პირიქით არის ეს ყველაფერი. ეხლა არის მოწყვლადი და ეხლა ხდება ამ უწყებების დასუსტება. და რატო? ეს უწყებები იმას კი არა რაც ახსენეთ, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა, რადიკალური ისლამთან ბრძოლა, რუსეთის აგენტებთან ბრძოლა, თუ ნებისმიერი მაგას კი არა აკეთებენ ეხლა. ეხლა არის პოლიტიკური პოლიცია ყველაფერი და ეგ საქმეები მოტოვებული აქვს უკან. პირიქით, ანუ ეხლა არის და ყველაზე სუსტი ალბათ მოწყვლადი ეხლა არის ამ. როდესაც ამის დეცენტრალიზაცია მოხდება, ისინი კონცენტრირებული იქნებიან მართლა მათი საქმე რაც არის იმაზე და არა პოლიტიკურ პოლიციად გამოყენება. მაგალითად, კახეთის რეგიონში აკომპლექტებ, ან თუნდაც კახეთის რომელიმე ქალაქის თელავის მოსახლეობა აკომპლექტებს თავის პოლიციას, ხო? და ირჩევს მაგალითად ან პოლიციის უფროსს, ან თუნდაც რა ვიცი, მერი ირჩევს იქაური და ასე შემდეგ. მაგას რომ ცენტრიდან რამე უკანონო ბრძანება მიუვიდეს, რომ ხალხის ცემე და აწამეო, ხო? ეგ ხო არ გააკეთებს მაგას. იმიტომ რომ ის თავის მოქალაქეებთან არის ანგარიშვალდებული, უკანონო ბრძანებას აღარ შეასრულებს. ამიტომ კონცენტრირებული იქნება იმაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გააკეთოს თავისი საქმე, გამოავლინოს ჯაშუშები, ტერორისტები და ასე შემდეგ რომ მისი პასუხისმგებლობის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ის მართალი იყოს თავის საზოგადოებასთან და პირნათლად ემსახუროს მათ და მე კიდევ აირჩიონ ის, ან კიდევ დანიშნონ თანამდებობაზე, ავტორიტეტი დატოვოს თავისი და ასე შემდეგ. და ამის ნათელი მაგალითი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ამერიკის მაგალითს მოვიყვანო. შეუძლებელია ამერიკაში დიქტატურის გამარჯვება, ვისაც არ უნდა ეშინოდეს თუნდაც ახლანდელი პრეზიდენტის ან მომავალის, იმიტომ რომ უბრალოდ ერთ მოსამართლესაც კი რომ დაავალო რაღაცა, ვერ დაავალე, ის პრეზიდენტთან არ არის პასუხისმგებელი, ის არის თავის ხალხთან პასუხისმგებელი საზოგადოებასთან. ამიტომ პირიქით, თუ გინდა რომ მოწყვლადი არ გახადო, მოდი შემოვატრიალებ მაშინ. თუ რადგან ეგეთი ცენტრალიზებულია სისტემა. სუსის უფროსი რომ გადავიბირო, მე სპეცსამსახურების წარმომადგენელი ვიყო უცხო ქვეყნის და უფროსი გადავიბირე. ესე იგი გამოდის რომ მთელი სუსი გადავიბირე, ხო? ანუ რასაც იმას დავავალებ, ის რომ მე ბრძანებას გასცემს, ხო ყველამ უნდა შეასრულოს. წარმოიდგინე რამხელა მოწყვლად მდგომარეობაში ვაყენებ მე მთელ სახელმწიფოს, არა მარტო ერთ რაიონს ან ერთ რეგიონს ან ერთ ქალაქს,
თელ სახელმწიფოს, ანუ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეხლა არის ყველაზე სუსტი. ანუ მაგის მაგალითები ყოფილა, მაგალითად თუ სპეცსამსახურებს ყავს აგენტურის ქსელი და იმ აგენტურის ქსელს ხელმძღვანელობს პირი, ამ ხელმძღვანელს თუ გადაიბირებ, იმ აგენტურის ქსელმა შეიძლება ისეთი რაღაცები აკეთოს, რომ ეგონოთ, რომ ქვეყანას ემსახურებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყოს აგენტი და სინამდვილეში სხვა ქვეყანას ემსახურებიან. ანუ პირიქით არის ეგ, თუ გინდა რომ გააძლიერო სისტემა, უნდა დაშალო სისტემა და მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ, რომ დაასუსტო. პირიქით უნდა გააძლიერო ხელფასები კარგი, გრაფიკი კარგი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად აუცილებელია ტრენინგები, ასე შემდეგ, ანუ მათ შორის თანამშრომლობა, კოოპერაცია მეგობარ ქვეყნებთან, რომ იქ გაიზარდონ, ასე ვთქვათ, მათ შორის ძირითადად არა. ხო, არა, რა თქმა უნდა. მაგის გარჩევა მოხდეს, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. აი ეხლა რომ ვამბობთ, რომ დასუსტებაო. ყველაზე მეტად ხო ეხლა დასუსტებული. ანუ ფაქტი არის, რომ ამ ირანზე რაც ხდება, ანუ არაფერს არ აკეთებს, გქონდა პირიქით ხელს უწყობს მაგათ. ეგ ხო ასუსტებს საქართველოს სინამდვილეში. როგორც საერთაშორისო დონეზე ავტორიტეტს უსუსტებს, ტერორიზმის საფრთხეებს აძლიერებს და ასე შემდეგ. აი მაგისგან წამალი და გამოსავალი არის პოლიტიკური კონტექსტის გამოცლა, აი პროფესიულ მოვალეობაზე გადართვის გზით და ამისთვის საჭიროა რომ მათ თავიანთ საქმე აკეთოს ისე რომ პოლიტიკოსებმა არ გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მაგალითად სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ქექვისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო უწყება მაშინ როცა უამრავი პრობლემაა ქვეყანაში სადაც აუცილებელია რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. იმისათვის რომ მათ შორის სისტემური დანაშაული იქნეს პრევენცირებული, არსებობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის ფარგლებშიც არსებობს საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება და იმიტომ არის ეს დანაწილება საკანონმდებლო დონეზე გაკეთებული, რომ თითოეული მათგანი იყოს ერთმანეთის მაკონტროლებელი და თუ კი ერთი, მაგალითად, საკანონმდებლო ორგანო, ანუ პარლამენტი მიიღებს კანონებს, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგად წესრიგს, ადამიანის უფლებებს, იმის პრევენცია უნდა მოახდინოს სასამართლომ და მისი ანუ პრაქტიკაში დანერგოს, რომ არ შეიძლება, ასე ვთქვათ, ამ ფორმით ადამიანის უფლებების შელახვა. და თავად აღმასრულებელი რგოლი თუ კი დაიწყებს მაგალითად დღესაც რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ძალოვანი სტრუქტურები, ისიც გააჩეროს ან საკანონმდებლო ორგანომ, ან სასამართლომ. ყველაზე ძლიერი ფუნქცია ამ შემთხვევაში აქვს სასამართლოს, ხო, იმიტომ რომ ის არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. დღეს ჩვენ ვხედავთ სისტემას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით, თუმცა ნელ-ნელა და ეტაპობრივად ადამიანის უფლებებიც დაივიწყა ადამიანი როგორც ღირებულება და დაიწყო ადამიანების ჩაგვრა იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სტატუსი, რაც მას გააჩნია. თავიდან დაიწყეს სპეცრაზმელებისათვის მანიშნებელი ნიშნების მოხსნა, იმისათვის, რომ დანაშაული მომხდარიყო დაუსჯელი, ხო, ანუ ვერ გამოვლენილიყო და არ დასჯილიყვნენ დამნაშავე პირები. ბოლო პერიოდში მოახდინეს ის, რომ მინისტრის ბრძანების საფუძველზე ყოველგვარი განათლების გარეშე შეიძლება სრულიად ახალგაზრდა ადამიანები მიიღონ სისტემაში. ეს რისთვის სჭირდებათ? იმისთვის, რომ ადვილად მართონ ის თანამშრომელი, ის პოლიციელი, რომელიც მიდის, არ გააჩნია არც შესაბამისი განათლება, არც შესაბამისი გამოცდილება და არანაირი წარმოდგენა არ აქვს ადამიანის უფლებებზე და შესაბამისად მისთვის მარტივია, ასე თქვა, ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. ანუ ერთიანობაში, როდესაც მე კრიტერიუმებს ვასახელებდი სისტემური დანაშაულების, ხო, სახელმწიფოს ჩართულობის ნაწილში, ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში ძალა, რომელიც დღეს მართავს სახელმწიფოს, რომელმაც ჯერ ორგანიზება გაუწია ასეთი ტიპის დანაშაულების შექმნას და შემდგომ ახალისებს მათ შორის ასეთი არაპროფესიონალი, გამოუცდელი კადრების სისტემაში შეყვანით და მეორეს მხრივ დაუსჯელობით. აი დაუსჯელობა არის ის მთავარი, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს არ შეიცვლება ეს სისტემა და ამას სჭირდება მთლიანად ხელისუფლების ცვლილება. ნებისმიერი ძალადობისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალება იქნება ეს სისტემის შიგნით თუ სისტემის გარეთ არსებული, არის თავისუფალი სასამართლოს არსებობა. მაშინ, როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ მაქსიმალურად საზოგადოება შემოვიყვანოთ მართლმსაჯულების პროცესში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოებით, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამ ტიპის ძალადობების დაზღვევა მოვახდინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული პოლიტიკური გავლენები მართლმსაჯულების სისტემაში. როდესაც ძალადობა წახალისებულია, ის წახალისებულია ყველგან, არა მარტო პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ, არამედ პოლიციის შიგნითაც ჩვენ გავიგებთ ამის შესახებ თუ ვერ გავიგებთ, ნაგულისხმევად უნდა ვიცოდეთ, რომ ცხადია ძალადობა ნებისმიერი სისტემის შიგნითაც მოხდება, რადგან ასე იწვრთნება მოძალადე სისტემა და ინდივიდები ასეთი სისტემის შიგნით.
ერთადერთი რამაც შეიძლება ეს დააზღვიოს არის ძირეული გარდაქმნა სისტემის და სახალხო საზოგადოებრივი კონტროლი ამაზე. კონტროლი ცხადია მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ არჩევნების მექანიზმად თვალი არ უნდა დახუჭონ და იმიტომ რომ სადღაც ერთი ადამიანი მეორეთის შეცვალეს იქნება ეს მინისტრის პოსტზე თუ ქვეყნის მმართველის დიდხანს არ უნდა ელოდონ ვარდისფერი სათვალით არ უნდა უყურონ რომ რამე თავისით გამოსწორდება. ამიტომ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესების კონტროლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ცხადია სასამართლო, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, არც გქონია და უახლეს ისტორიაში ჩვენ არ გვახსოვს ისეთ სასამართლო, რომელზეც ვიტყოდით, რომ აი ყველას მისი გვჯერა და ყველა ადამიანს იქნება ეს რიგითი მოქალაქე, პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა სისტემის ყოფილი მსახური, რომელმაც თან თავად დააშავა ან დაჩაგრეს, რომელსაც ექნება სამართლიანი სასამართლოს იმედი. ჩვენ ხელმძღვანელობთ სხვა ქვეყნების მაგალითებით, თუმცა ჩვენი საკუთარი გამოცდილება არ გვაქვს. ქონოდა შეხება რეალურ სამართლიან სასამართლოსთან. ისტორიულად ქართველებს გვაქვს გარკვეული წარმატებული მაგალითები, მაგრამ ჩვენ არ მოსწრებივართ. ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რომ ასეთი სისტემა შევქმნათ, სადაც არა მხოლოდ პოლიცია გაკეთილშობილდება, არამედ ადამიანებს ექნებათ სასამართლოს იმედი. ჩვენ ასეთ გზად ვიფიქრეთ, რომ იქნება თუ გვეყოლება არჩევითი მოსამართლეები, სადაც ადამიანებს პირდაპირ ექნებათ კონტროლი იმაზე, როგორი ადამიანი გადაწყვეტს მათ ბედს. და ამ შემთხვევაში უკვე პოლიციელსაც და რიგით ადამიანსაც ეცოდინება, რომ მან თუ არ აირჩია სამართლიანი ადამიანი მისი საქმის განმსჯელად, სამართლიანი მოსამართლე, მას აუცილებლად წინ დაუდგება და ხვალ მასაც შეეხება უსამართლო სასამართლოს ბოროტი ხელი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიციის მხრიდან სისტემურ ძალადობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პოლიციელები მოქალაქეებზე და ჩვენს გვერდით მცხოვრებ ადამიანებზე ძალადობენ. ეს ძალადობა ხდება სისტემის შიგნით. კლანები ერთმანეთს არიან დაპირისპირებულები და ეს არის მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა. არაფორმალური მმართველობა, რომელიც თავის მხრივ იწვევს ინსტიტუტების მოშლას და არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს ისე, როგორც ეს უნდა მუშაობდეს. ჩვენ პოლიციური ძალადობა არ გვექნება, როცა ინსტიტუტები დაიწყებენ მუშაობას, სასამართლო გააკეთებს თავის საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს თავის საქმეს და ჩვენ გვექნება რეალური ფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები. და ეს მხოლოდ შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არ იქნება ერთი არაფორმალური მმართველი, ერთი ოლიგარქი, რომელსაც დღეს რეალურად ემორჩილება სასამართლო, პოლიცია და ყველა ის მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც ჩართულია აი ამ ერთ ჯაჭვში, ერთ სქემაში, რომელიც ქმნის მთლიანად სისტემურ საპოლიციო რეჟიმს. პირველ რიგში, როდესაც მოხდება სისტემის ცვლილება, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომელიც გაატარებს რეფორმებს და სისტემას აქცევს ადამიანზე ორიენტირებულად, ანუ რეალურ ფუნქციას ააღებინებს მის ხელში, ხო? რაც არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ადამიანის უფლებების და ზოგადად ადამიანის დაცვა. რასაც დღეს მოქმედი სამართალდამცველები ნამდვილად არ აკეთებენ, პირიქით შედიან და არღვევენ ადამიანის უფლებებს, ძალადობენ თვითონ ადამიანებზე, ხომ? და შიგნით რაც წაახალისებს ამ ძალადობის აღმოფხვრას მათ შორის ერთმანეთთან მიმართებით, ეს არის მაგალითად პირიქით წამახალისებელი მექანიზმების შემოღება, რომელიც დაწინაურებასთან იქნება კავშირში, ან როდესაც მოიქცევა პოლიციელი ისე როგორც უნდა იქცეოდეს და იცავს ადამიანის უფლებებს, წესრიგს და ასე შემდგომ, ექნება მაგალითად წამახალისებელი მექანიზმი. მაგრამ ეს არის უკვე ისეთი, ასე ვთქვათ, რბილი მექანიზმები, რასაც წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს ის ძირითადი ხისტი მოქმედებები, რეალური გამოძიება, გამოძიების შედეგად დამნაშავეების დასჯა, სრული რეფორმა და აი ამ დროს უკვე ხელახლა როდესაც აეწყობა სისტემა, იქ უნდა იყოს ესეთი რბილი მექანიზმი, რომელიც წახალისებაზე იქნება ორიენტირებული იმ ხალხის, ვინც რეალურად შეასრულებს თავის ფუნქციას, რაც მას კანონით ევალება. მოსამართლეობის არჩევითობა რა საფრთხეებს შეიძლება იწვევდეს, რითი დაბალანსდება, ის რამდენად კარგ გამოსავლად მიგაჩნიათ, როდესაც მოსამართლეს უწევს მაგალითად იყოს პოლიტიკოსი, მხრივ რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, კამპანია დაგეგმოს, ან ამ კამპანიას ფული ჭირდება ვიღაცამ უნდა დააფინანსოს. აი ეს მოწყვლად ხომ არ ხდის მოსამართლეს ერთის მხრივ უმრავლესობის აზრის მიმართ, მეორეს მხრივ დამფინანსებლის ან დონორის მიმართ. შესაძლებელია რომ ეს იყოს ერთ-ერთი გამოსავალი და ყოველ შემთხვევაში ფიქრი
სისტემაზე ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს მივიღეთ ისეთი დახურული და გაუმჭვირვალე დანიშნები მოსამართლეების, რომლებიც არაერთი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა, ხომ? იგივე იუსტიციის საბჭოს წევრების მიმართ არაერთი კითხვა იყო დასმული და ის დანიშნები, რაც დღეს გვაქვს არაერთი იყო არაობიექტურობაში დადანაშაულებული, ხომ? და ჩვენ მივიღეთ რეალურად ის სასამართლო სისტემა, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ სისტემაშია ჩართული და სახელმწიფო ხელისუფლების ნება მათზე ძალიან დიდ კონტროლს და დიდ გავლენას ახდენს. მაშინ, როდესაც ეს იქნება არჩევითი, შესაძლებელია პირიქით უფრო თავისუფალი მოსამართლეები მივიღოთ, როდესაც საზოგადოების ინტერესი მათზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პოლიტიკური ნების გავლენა და ყოველ შემთხვევაში იმ რეფორმამ რაც არაერთი ტალღებად იყო ჩატარებული საქართველოში, არ გამოიღო ის შედეგი, რაც გვინდოდა. ასე რომ შესაძლებელია ვიფიქროთ სრულიად სხვა სისტემაზე და ეს იყოს არჩევითი სასამართლოს რეფორმის გზით. შეიძლება ეს იყოს თავიდან არასრულიად სასამართლოს, არამედ რაღაც ნაწილს ყოველ შემთხვევაში გარკვეულ რეფორმად იყოს მიღებული და მოსასინჯი რაღაცა პერიოდი იყოს ამისთვის, რა შედეგს მივიღებთ. ხო და ეს მაინტერესებს ზუსტად რომ ასეთ შემთხვევაში, როცა მოსამართლეს კამპანიის ჩატარება უწევს, არჩევნებში მონაწილეობა უწევს, კამპანიისთვის ფულის შეგროვება უწევს, უმრავლესობის აზრის მიმართ მოწყვლადობას როგორ ვაბალანსებთ, დონორის ინტერესების მიმართ მოწყვლადობას როგორ ვაბალანსებთ. ანუ, როდესაც მოსამართლე მიცის, რომ არჩევნები მოდის და მოსახლეობა უნდა აირჩიოს, გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა პოპულისტურს. დაიცავს თუ არა მაგალითად არაპოპულარულ ადამიანებს, დაიცავს თუ არა არაპოპულარული უმცირესობის უფლებებს. ანუ ეს აქ რა უნდა დააბალანსოს? მოქალაქის უფლებები რა უნდა დაიცვას? ის რაც გვაქვს დღეს სისტემა, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად პოლიტიზირებულია და სასინჯი გარკვეულწილად, გარკვეული კოლეგიის შესაძლებელია მივიღოთ უკეთესი შედეგი ერთ-ერთ რეფორმად. შეიძლება ვიღაც მოწონდეს არჩევითი მოსამართლე და მოწონდეს, ვიცი რომ ეხლა რაც გვაქვს მაგ სისტემაზე ბევრად კარგი იქნება არჩევითი მოსამართლე რო გააკეთო, მაგრამ არჩევითი მოსამართლესთან ერთად და შესაძლებელია რომ ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი გააძლიერო და ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი გააძლიერო არ ნიშნავს იმას რომ მოსამართლე აღარ ყავს, მოსამართლე ნაფიც-საჯულთა პროცესზეც ყავს. და ეს მოსამართლე იყოს არჩევითი, კი ბატონო, რა ვიცი, თავარი ნაფიც-საჯულება მიიღონ გადაწყვეტილება და რაც ეხება პოპულისტი იქნება თუ არ იქნება, ეხლა რაც გვაქვს, მაგაზე უარესი ვერ იქნება, გამორიცხულია და პოპულიზმი არ არის პრობლემა სინამდვილეში. მაგ საკითხზე მათ შორის მიდებატია ბევრ ადამიანთან, ვინც მაგ სფეროს სპეციალისტია და მათი არგუმენტი ერთ-ერთი ეგ არის, რომ პოპულისტია, მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს ესეთი რაღაცა. შენ თუ ამბობ, რომ ეს სისტემა აზღვევს ავტორიტარიზმის გაძლიერებას, ძალადობას, რა ვიცი, რაღაც ავტორიტარული იდეოლოგიების დაფუძნებას ქვეყანაში, როგორც არის კომუნიზმი, ფაშიზმი და ასე. თუ ამ ყველაფერს გიზღვევს, ამ პოპულიზმით რა დაგიშავა, ხო, ანუ რა გააკეთა სიტყვაზე, რა ვიცი, გამოვიდეს და მარიხუანას მოხმარებაზე უფრო მეტად დასაჯოს სიტყვაზე. ეს ხო იმხელა ბოროტება არ არის, რამხელაზეც შეუძლია სახელმწიფო მივიდეს ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. რომ შეიძლება ადამიანების მკვლელობაზე და კანონებაზე მივიდეს, როცა დიქტატურა ხდება უკვე, ხო? თუ შენ დიქტატურას გამოგირიცხავს ეს სისტემა, რატო არის პრობლემა ეს პოპულიზმი? ხო, შეიძლება ამაზე უარესი. სრულყოფილი არ არსებობს, მაგაში გვეთანხმებ, შეიძლება იყოს ეგ ერთ-ერთი კონცერნი, ფული როგორ ვინ დააფინანსოს და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს თუნდაც ღარიბი ქვეყანა და ამას წლები დაჭირდება რომ განვითარდეს. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყოს მაგალითად ნაფიც-მსაჯულები, აი ეს ნაწილი რომ მოქალაქე შემოსულია გადაწყვეტილების მიღებაში და მოსამართლე იყოს სხვა წესით არჩევით და არა მოსახლეობის მხრიდან არჩევით. ბევრი შეიძლება მივიღოთ და არ არის რომ ერთ-ერთი, ანუ ამ არსებულის ალტერნატივა შეიძლება მხოლოდ ერთი იდეა იყოს, ხო? ანუ კი, ორივე შესაძლებელია. მით უმეტესად თუ ნაფიც-მსაჯულები ყავს, რომელიც აი ფუნდამენტურ ეს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე თუ რაღაც მეორადი ხარისხოვანი პატარ-პატარა საქმეებს ალბათ ნაფიც-მსაჯულებს არ უნდა დაავალო, ამერიკაშიც არ ხდება ეგ, ანუ იმიტომ რომ დიდი რესურსი ჭირდება და თუ მარტივია საქმე, იმას შეიძლება არ დაავალო. ან უფლებად აქციო რომ თუ მოქალაქეს უნდა აირჩიოს, თუ უნდა არ აირჩიოს, ხო? მაგრამ შენ თუ ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო ყავს ფუნდამენტურ ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე,
მაგ შემთხვევაში მოსამართლეს იმდენად დიდი ძალაუფლება არ აქვს, რომ რაღაც მოსამართლეზე მინერვიულად ხო? მაგრამ მაინც რატომაც არა, არჩევითით შეგიძლია და ასევე პრეზიდენტმა წარადგინოს, პარლამენტმა დანიშნოს უადოდ ან რაღაც მსგავსი მექანიზმი რაღაცა მოიფიქრო, ხო? ანუ შესაძლებელია ეგეც თუ ნაფიცაძულებს განავითარე, მაგრამ არც იმას არ უყურებ ცუდად, რომ აირჩიოს ხალხმა, იმიტომ რომ ჯამში თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხი არის ბრძენი, შეუძლებელია რომ ცუდი თუ პოპულისტი იქნება, ის ხო ვადით აირჩევა, უადოდ კი არ აირჩევა, თუ არჩევითია მოსამართლე, ის ვადით უნდა აირჩეს, უადოდ არ უნდა აირჩეს. ამიტომ მეორე ვადაში თუ უნდა იმას კიდევ გააგრძელოს საქმიანობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოქმედებს ის. მაგალითად, მე მასწავლიდა ადამიანი, რომელიც არჩევითი მოსამართლე იყო და არჩევნები იყო და იმ შტატში, სადაც მე ვსწავლობდი და კამპანიას ატარებდა, ასე ვთქვათ, მე მეორე მხარემ აღმოუჩინა ამას, რომ თავისი ნათესავი ყავდა გათავისუფლებული ნასვამ მდგომარეობაში მართვისგან და ასე ვთქვათ, უკანონოდ გათავისუფლებული, მე ამაზე ატყდა სკანდალი და წააგო მან არჩევნები. ანუ ხო რატო ესე იგი ის ხო სხვა ადამიანი ხო ვინც დაინიშნება იქ ხო აღარ გააკეთებს ეგეთ რაღაც, იმიტომ რომ ამის მაგალითი დაინახა, რომ მაგერ ერთი ადამიანი ნათესავი გაუშვა იმის გამო რომ თვრალი მართავდა მანქანას და აპატია და ეგ აღმოუჩინეს, ასე ვთქვათ, და მაგის გამო არჩევნები წააგო, ხო? ანუ ეგეთი რაღაცა თუ იქნება რაღაც ანგარიშვალდებულება ხალხთან, რატომაც არა ეხა. რა თან ეგეთ მეორადი ხარისხოვანი საქმეებზე და არა სიტყვაზე რაღაც სერიოზულ საქმეებზე, რომელიც პოლიტიკური კონტექსტის ან მკვლელობის ან რაღაც სერიოზულ ფინანსურ დავებზე ან ასე შემდეგ, სადაც შეიძლება ნაფიცაძულები ყავდეს, მაგრამ თუ ეგეთ მეორე ხარისხოვან ადმინისტრაციულ დავებზე მოსამართლე გეყოლება და თუნდაც ეს არჩევითი იყოს, მე არ ვფიქრობ პრობლემა იქნება, მით უმეტეს რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ არსებობს უარესი სისტემა, რაც ახლა გვაქვს, ამიტომ ყველაფერი შეგვიძლია ვცადოთ. რა დამაზღვევს, რომ სისტემა რეალურად შეიცვლება და ეხლა რა ოპოზიცია, რა კომბინაციაში არ მომივიდეს ოპოზიცია, იგივე უკვე ხელისუფლებაში მოსული სისტემის ისევ მორგებას არ ცდის. მაგისგან 100%-იანი დაზღვევა არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლების ცვლილება იმიტომ არის, ანუ დემოკრატიებში რატო არის დადგენილი, რომ 4 და 5 წელი შეიძლება იყოს ხელისუფლება, ხო? თუ ხელისუფლება შეიცვლება, ეგ ავტომატურად ნიშნავს რამდენიმე წლიან პერიოდს, როცა ეს ხელისუფლება კარგი იქნება. მათ შორის თუნდაც ახლა ჩვენი მაგალითი ვავიღოთ 2016 წლამდე სიტყვაზე ხო არ იყო ესეთი ავტორიტარული რეჟიმი, ხო? მე რაც უფრო მეტხანს დარჩენა, მით მეტი პრობლემა. ამიტომ ცვლილება ავტომატურად პოზიტიურ რაღაცას ნიშნავს ახლა, მაგრამ მე რო შეიცვლება, ეგ უკვე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გასცენ დაპირება და მე ეს დაპირება უნდა შეასრულონ და ხალხმა უნდა მოითხოვოს ამის შესრულება, რომ მათ შორის მოხდება ეს დეცენტრალიზაცია, პოლიციის, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოქცევა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ნაფიცაძულის სასამართლოს გაძლიერება. აი ეგ დანაპირებები თუ შეასრულეს, მაშინ მართლა არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში. თავარია ეგ პრობლემა მოგვარდეს, რომ ერთ ადამიანს არ შეეძლოს ძალაუფლების ხელში აღება. ჩვენი ეხლანდელი ხელისუფლება რომ ამაყობს, რომ კონსტიტუცია ახალი დავწერეთო, სინამდვილეში ეგ ყველაზე არასაამაყო დოკუმენტია, იმიტომ რომ კონსტიტუციის ერთადერთი ფუნქცია არის, რომ ხელისუფლება ერთ ხელში არ მოექცეს და ბალანსი მოხდეს შტოებს შორის, თუ მაგას ვერ აკეთებს კონსტიტუცია, ესე იგი უბრალოდ არ ვარგა. და რაც არ ვარგა იმ დოკუმენტებში, ხო ფაქტია, რომ ერთი ადამიანის ხელში მოექცა ძალაუფლება და ეს ვერ დააზღვია კონსტიტუციამ, ხო? ესე იგი ეს დოკუმენტი არ ვარგა. ეს რა აჩვენებს რას? იგივე კონსტიტუციის პირობებში ახალი ხელისუფლება რომ მოვიდეს, არ არის გამორიცხული, რომ 8 წელში და 10 წელში იგივე შედეგი მივიღოთ. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა ალბათ სისტემური გადატვირთვა უნდა დაგვპირდნენ. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნის სისტემების შესწავლის მაგალითზეც მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკა გამოვიყენოთ. ჩვენ ქვეყანაში რეალურად თუ გადავხედავთ ბოლო დროის ხელისუფლებას, მივიღებთ ის, რომ აი ამ პირველი ვადის შემდეგ უკვე მეორე და მესამე ვადაში რეალურად წინა პლანზე გამოდის ხელისუფლების ხიბლში ყოფნა და უფრო ძალაუფლების ხელში მოხვეჭა. სწორედ აი ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ ხელისუფლებას არ შეეძლოს ყოფნა აი ამ 3 და 4 ვადით, 2-3 ვადით თუნდაც უფრო შემჭიდროვებული ვადები ჰქონდეს, როდესაც პირველი ვადით არჩევის დროს ყოველთვის წინა პლანზეა რეფორმები, წინა პლანზეა ადამიანის უფლებები.
და ჩვენი ქვეყნის მაგალითს თუ გამოვიყენებთ, ალბათ მე ვფიქრებდი ძალიან კაი გამოსავალი იქნება ის, როდესაც ხელისუფლებას არ შეეძლოს საკუთარ თავზე მორგება კანონების და გახანგრძლივება ამ ხელისუფლების. რეალურად დღეს ჩვენ ეს მაგალითი მივიღეთ, რომ ხელისუფლებამ კანონმდებლობა შექმნა ძალიან რთული ამას კანონმდებლობა უწოდა, იმიტომ რომ ამ კანონების მიღებაში არ ყოფილა საზოგადოება ჩართული, არაფერს არ ვამბობ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, რომელთა გაქრობაზეც რეალურად სახელმწიფომ ძალიან დიდხანს და კარგად იმუშავა, რომ მთლიანად გაექრო ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თუმცა ეს რა შედეგს გამოიღებს და რამდენად მოხდება გაქრობა, ეს კიდევ საკითხავია და მე ვფიქრობ, იმდენად ძლიერია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომ შეუძლებელია ამის მიღწევა ჩვენს ქვეყანაში და ძალიან კარგი იქნებოდა აი ამ რეფორმებზე მუშაობა, რომ ხელისუფლების გადასვლა ერთი პირის ხელში, აი პატარა ჯგუფის ხელში უკვე შეუძლებელი იყოს.